დავეჯახე და კარი ჩამოვარდა. იქ, ნივაწოდე. ხო, შენ მიდიოდი. როგორც ჩანს, რუსეთმა მაინც დაარტყა უკრაინას საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტით ორეშნიკი. ზუსტად ამ გამოშვების ჩაწერის დროს, ანუ 24 მაისის ღამეს, კიევი და რამდენიმე რეგიონი მასიური კომბინირებული საჰაერო თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ. მტერმა გამოიყენა დიდი რაოდენობით უპილოტო აპარატები, ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები, ასევე ჰაერში აიყვანა და ზღვაში გამოიყვანა ფრთოსანი რაკეტების შესაბამისი მატარებლები. ფაქტობრივად რუსები უკრაინას ესხმიან თავს ყველა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის არსენალით. და დაახლოებით შუა ღამისას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გამოაცხადეს ოკუპანტების მხრიდან ორეშნიკის სახელწოდების საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის გამოყენების საფრთხის შესახებ. ამ დროს ღამის პირველის შემდეგ კიევში და რეგიონში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. და უკვე ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეოები, სადაც ასახულია ორეშნიკის თავდასხმა კიევის რეგიონში. ამ გამოშვებაში განვიხილავთ ყველა ცნობილ დეტალს. ამ დროისთვის სამწუხაროდ ორეშნიკის რაკეტით თავდასხმისა და არა მხოლოდ ამის შესახებ ცნობილ დეტალებს განვიხილავთ. ასევე განვიხილავთ რა მიზეზი მოიგონეს ამ ბინძურმა და გაუნათლებელმა რუსებმა ამ ვერაგული თავდასხმისთვის. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დატოვოთ თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. რაც შეეხება რუსებს, რომლებიც მაინც მოდიან და უყურებენ ჩემს YouTube არხს, მაშინვე შეაგროვეთ თქვენ ნიუთები და გაემართეთ გასასვლელისკენ. აქ არ არის არატი და ლაპტები. ამერიკულ YouTube-ზე თქვენთვის ადგილი არ არის. როგორც ჩანს, რუსეთმა მართლაც დაარტყა უკრაინას საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტით ორეშნიკი, რომელიც ბირთვული კობინის მატარებელია. კიევის დროით, დაახლოებით ღამის პირველ საათსა და 30 წუთზე, მონიტორინგის ჯგუფების ცნობით, გავრცელდა წინასწარი ინფორმაცია, რომ რუსეთმა ორეშნიკი გამოიყენა კიევის ოლქში. საუბარია ბელოცერკოვოს რაიონზე. ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, ამ გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის ჯერ კიდევ საჭიროებს გადამოწმებას, მაგრამ ინტერნეტში უკვე ვრცელდება საკმაოდ ბევრი ვიდეო, სადაც, როგორც ჩანს, სწორედ ამ ტიპის იარაღის დარტყმაა ასახული. ანუ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს მართლაც იყო ორეშნიკის რაკეტის გამოყენება, მაგრამ ობიექტურობისთვის დაველოდოთ საჰაერო ძალების ოფიციალურ ინფორმაციას. თავდაპირველად ინტერნეტში მხოლოდ შორეული კადრები გამოჩნდა, სადაც მაინც უკვე ჩანდა შეტევა, რომელიც დამახასიათებელია სწორედ ორეშნიკის რაკეტისთვის. მოგვიანებით ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ორეშნიკის შეტევა გადაღებულია მაქსიმალურად ახლო მანძილიდან. და ამ კადრების ხურებისას ეჭვი აღარ რჩება, რომ ეს ნამდვილად ორეშნიკია. გახიდა და კარი გაუღო. სუბტიტრები შექმნა დიმატ ორზოკმა. სუბტიტრები შექმნა C. შო დიმატ ორზოკმა. სუბტიტრები შექმნა დიმატ ორზოკმა. სუბტიტრები შექმნა ორეხნი შექმნა ორეხნიკმა. დიმატ ორზოკ C Ž. სუბტიტრები შექმნა დიმატ ორზოკმა. სუბტიტრები შექმნა დიმატ ორზოკმა. სუბტიტრები შექმნა დიმატ ორზოკმა. სუბტიტრები შექმნა ეს ორეხნიკ იქნა.
ეს ორეხნიკია. ჩამოაგდეს. ორეხნიკი ჩამოაგდეს. ჩუმად. ორეხნიკს ვერ ჩამოაგდეთ. ის ვარდება. სუბტიტრების შექმნა დიმა ტორზოკმა. აქ აღნიშნავ, რომ რაკეტა ორეხნიკი ესხმის როგორც ჰიპერბგერითი ბალისტიკური საშუალო სიშორის რაკეტა და მიზანზე მიაქვს განყოფადი საბრძოლო თავები. შეტევის ძირითადი თავისებურებებია უზარმაზარი სიჩქარე, რადგან რაკეტა ორეხნიკი მიფრინავს დაახლოებით 10 მახის სიჩქარით, ეს დაახლოებით 12000 კმ/სთ-ია, რის გამოც მისი გადაჭერა სტანდარტული საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უკიდურესად რთულია. ატმოსფეროში შესვლისას საბრძოლო თავი იშლება მრავალ რამდენიმე ათეულ კინეტიკურ დამაზიანებელ ელემენტად. სწორედ ამას ვხედავთ სხვა შორის ვიდეოზე, ეს არის ცალკეული აფეთქებების სერია, მას შემდეგ რაც ამ რაკეტის ცალკეული ბლოკები გადაფრინავენ, რომლებიც უკვე დაშლილები არიან დარტმის ტრაექტორიაზე შესვლისას. ეს ბლოკები შეიძლება შეიცავდეს როგორც ჩვეულებრივ არაბირთულ მუხტებს, ასევე ბირთულ მუხტებს. ჩვეულებრივ ვარიანტში ისინი მოქმედებენ კოლოსალური სიჩქარისა და წონის ხარჯზე, ეგრეთ წოდებული ბოლვანკები. ანუ უბრალოდ თავისი წონისა და სიჩქარის გამო, რომლითაც ეს ბოლვანკა მიფრინავს, ის არღვევს დაცვას. რუსი შემკრელების განცხადებით, შეჯახებისას წარმოიქმნება ტემპერატურა 4000 გრადუსამდე, რაც საშუალებას აძლევს გაანადგუროს ძლიერ გამაგრებული და ღრმად განლაგებული ბუნკერები. საინტერესოა, საერთოდ უცნობია თუ რა ბუნკერებს ეძებდნენ რუსები ბელაია ცერკოში, კიევის ოლქში. უკრაინაზე თავდასხმა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება და ოკუპანტების მთავარი მიზანი კვლავ კიევია, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობენ საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. სამწუხაროდ ისმის აფეთქებები და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა წინასწარ გააფრთხილეს დედაქალაქის თავზე ჰაერში მტრის სამიზნეების მაღალი სიმჭიდროვის შესახებ. ამ თავდასხმის თავისებურება ის იყო, რომ რუსული უპილოტო აპარატები ქალაქში ტალდებად შედიოდნენ და თითქმის ყველა რაიონში მანევრირებდნენ. ამიტომაც საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მუშაობა არ წყდება. უპილოტო აპარატების ნაწილი კონჩეზასპისკენ გაფრინდა, სხვა შორის, სადაც ძირითადად ჩინოვნიკები და დეპუტატები ცხოვრობენ. ცხადია, რომ რუსები ამ მხრივ ცდილობენ ინფორმაციულადაც შეუწყონ ხელი ამ თავდასხმას. სიტუაცია გამწვავდა, როდესაც კიევი ბალისტიკური იარაღით დაიბომბა, რამაც ქალაქის ფარგლებში ძლიერი აფეთქებების სერია გამოიწვია. ამ გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის, ანუ 3 საათი 0 წუთია. ღამით კიევში ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების ნამსხვრევების შედეგად დედაქალაქის რამდენიმე რაიონში სერიოზული შედეგები დაფიქსირდა. სვიატოშინის რაიონი, კიევი. გადაუდებელი სამსახურების წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილები დაფიქსირდა. ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ მედიკოსები და მასშველები. არსებობს მაღალი ალბათობა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაშავებულები. სოლომინსკის რაიონი. ნამსხვრევების ჩამოვარდნამ საცხოვრებელი სექტორის ეზოში ხანძარი გამოიწვია, სადაც გაჩერებულ სამოქალაქო ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. მაშველთა ბრიგადებმა ხანძარი ლიკვიდაცია მოახდინეს. დარნიცკის რაიონი. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ჩამოვარდა აუფეთქებელი უპილოტო საფრენი აპარატი. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კაცრი გაფრთხილებით მიმართა მოსახლეობას. არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ და არ მიუახლოვდეთ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებს, რადგან ისინი ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს. ამის ნაცვლად დაუყოვნებლივ გამოიძახეთ პოლიცია. პარალელურად დედაქალაქზე განხორციელებულ დარტმებთან მასიური შეტევა შეეხო კიევის ოლქსაც. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგები დაფიქსირდა 11 ლოკაციაზე ოლქის 5 რაიონში. ყველაზე მეტად დაზარალდა ბუჩის და ფასტოვის რაიონები, სადაც ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები დააზიანა. აქ უნდა განვიხილოთ საერთოდ მთელი ეს ცინიზმი ამ დაუბანელი რუსების თავდასხმის. შაბათს დღისით უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ახსენა ორეშნიკის რაკეტების შესაძლო დარტყმა. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კიევში აშშ-ის საელჩომ მიიღო ინფორმაცია სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობის შესახებ ნებისმიერ დროს. კიევში და რეგიონში აფეთქებები მოხდა მას შემდეგ, რაც
რუსეთის მელოთმა დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინა დაადანაშაულა. მან უკრაინა სავარაუდო ტერორისტულ აქტში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარასკევს უკრაინულმა უპილოტოებმა თითქოს სტარობელსკში სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს დაარტყეს. ეს არის ოკუპირებული ქალაქი ლუგანსკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში. ასევე ვლადიმირ პუტინმა დემონსტრაციულად მოუწოდა თავის სამხედროებს მოამზადონ პასუხი. კიდევ ერთხელ ეს პარასკევს გამოცხადდა. თუმცა ჩვენ კარგად ხვდებით, რომ შეტევა განხორციელდა ორეშნიკებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, დრონების ტალღებით, ეს ერთ დღეში ანგზადდება. კიდევ ერთხელ პირდაპირ პარასკევს პუტინი ამბობს, მოამზადეთ პასუხი, რადგან უკრაინელებმა დაარტყეს საერთო საცხოვრებელს სტარობელსკში. და უკვე ერთ დღეში ისინი პირდაპირ უშვებენ ორეშნიკს, უშვებენ ბალისტიკას. ეს სრული სისულელეა. მაგრამ რუსებმა ამ ერთ დღეში მოახერხეს გაევრცელებინათ ლეგენდა იმის შესახებ, რომ ციტირებ რუსულ მედიას, უკრაინული უპილოტოს დარტყმის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა გაიზარდა 18-მდე ნანგრევებში ბავშვები რჩებია. მათ თქვეს, თითქოს უკრაინამ სწორედ ბავშვებით სავსე საერთო საცხოვრებელი დაარტყა, რაც კიევზე მასიური შეტევის საბაბი გახდა. უკრაინელმა სამხედროებმა უარყვეს მელოთი ჯუჯის ვლადიმირ პუტინის განცხადება და დაადანაშაულეს რუსული მედია შეტევის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებაში. უკრაინელმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ დიახ, ისინი უტევენ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ობიექტებს, რომლებიც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. უკრაინელმა სამხედროებმა დაამატეს, რომ მიზნებს შორის, რომლებიც პარასკევს დილით ადრე დაიბომბა, იყო რუბიკონის დანაყოფის ერთ-ერთი შტაბი სტარობელსკის რაიონში. საერთო საცხოვრებელი არ ყოფილა, უნდა გვესმოდეს, რომ რუბიკონის ელიტური ცენტრი, მოწინავე უპილოტო ტექნოლოგიების სფეროში, თავისი დაარსების დღიდან, 2024 წლიდან, პიონერია რუსული უპილოტო საბრძოლო აპარატების, საფრენი აპარატებისა და სამიზნის დამიზნების სისტემების შემუშავებაში. რუსების მიერ კიევზე თავდასხმის მიზეზი. ეხლა რა თქმა უნდა სხვა ხოლო ლეგენდა სტარობელსკზე, საერთო საცხოვრებელზე და დაღუპულ ბავშვებზე პუტინს სჭირდებოდა ამ თავდასხმის გასამართლებლად, რომ ეთქვა, აი ესე უპასუხეთო. და ეს სხვათა შორის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ რუსების სიბინძურეს, ამ არსებების, ამ საზიზღრების, რომლებიც შეგახსენებთ ეხვეწებოდა. პუტინი ტრამპს ურეკავდა და ეხვეწებოდა. გთხოვ, გააკეთე ისე, რომ უკრაინამ არ შეუტიოს წითელ მოედანს 9 მაის პარადის დროს. და მაშინ გაიხსენეთ ისინი კიევს თავდასხმით ემუქრებოდნენ. მაგრამ აი უკრაინამ წითელ მოედანს არ შეუტია, მაგრამ კიევზე თავდასხმა მაინც მოხდა. ეს რუსები არიან. ეს ამ პლანეტის ელპობაა, რომლებსაც საერთოდ არ შეიძლება ენდო. ეს უბრალოდ ბიონაგავია, რომელიც რაღაცას აცხადებს, მაგრამ თავის სიტყვებზე არასდროს პასუხს არ აგებს. და საერთოდ რატო თქვი, რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო, ხოლო მიზეზი სულ სხვა? იმიტომ რომ ბოლო კვირებში უკრაინამ გააქტიურა შორ მანძილზე დრონებით შეტევები. ამ კვირის დასაწყისში უკრაინამ აიღო პასუხისგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე 2 რუსულ სამხედრო ობიექტზე განხორციელებულ თავდასხმებზე. 4 შაბათს საღამოს დარტყმების ერთ-ერთი ტალღა მოხდა რუსული უპილოტო საფრენი აპარატების პილოტების სასწავლო ბანაკს ოკუპირებულ ქალაქ სნეჟნოში, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 65 კურსანტი და ინსტრუქტორი. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა. დარტყმების კიდევ ერთი სერია განხორციელდა ხერსონის ოლქში მდებარე რუსეთის სპეცსამსახურებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემის შტაბ-ბინაზე, რის შედეგადაც დაახლოებით 100 რუსი დაიღუპა ან დაიჭრა. გარდა ამისა, უკრაინული დრონების თავდასხმების გამო პარალიზებული აღმოჩნდა ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინაში სახმელეთო ლოგისტიკა. და ეს იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ბოლო კვირებში უკრაინული უპილოტო აპარატები მასიურად ესხმიან თავს თავად რუსეთს. მაგალითად, ზელენსკიმ პირდაპირ შაბათს განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურებმა დარტყმა მიაკენეს რუსეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამხედრო სამრეწველო საწარმოს, რომელიც საზღვრიდან 1700 კილომეტრში მდებარეობს. სამიზნე იყო ქიმიური ქარხანა პერმის მხარეში, რომელიც რუსულ სამხედროებს სხვადასხვა პროდუქციას აწვდის. საერთოდ საქმე იმაშია, რომ კრემლი ცდილობს კიევზე ზეწოლის გზით უბრალოდ შეაჩეროს ეს ღრმა დარტყმები. პუტინი ცდილობს სიგნალი გააგზავნოს, რომ ნახეთ, გთხოვთ, შეწყვიტეთ ნავთობზე, ბაზებზე, პორტებთან დარტყმები, ნუ ანადგურებთ ჩვენს ლოგისტიკას. შეწყვიტეთ ამ რუსების მოკლა, რომლებიც წმინდა უკრაინულ მიწაზე შემოვიდნენ. თორე ორეშნიკი გაფრინდება. აი გაფრინდა ორეშნიკი. ეს არის მთავარი ნამდვილი მიზანი ამ გაველურებულ რუსებზე. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსებო, მესმის რომ საკუთარ თავს არ სცემთ პატივს, მაგრამ გაეთრიეთ აქედან.
ფიქრობ, რომ Twitch შეფასების მქონე ადამიანები, როცა მათ აგინებენ, უბრალოდ მიდიან. ამიტომაც მოემზადეთ გასასვლელად. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ძარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დატოვება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ შემოწირულობით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.